საქართველოს საჯარო სკოლები 2011-2012 წელს სიახლეებით შეხვდება, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სკოლებში თანამედროვე ელექტრონული საინფორმაციო სისტემა დაინერგება. კერძოდ თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის სკოლებს ელექტრონული ჟურნალები და გაკვეთილების ცხრილი ექნება, შეიქმნება მოსწავლეების ელექტრონული ბაზები. დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ახალი სასწავლო წლისთვის საქართველოს მასშტაბით 350 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. რეგიონებში 12 ახალი სკოლა შევა ექსპლუატაციაში. პირველად საქართველოს ყველა პირველკლასელი და მათი დამრიგებელი სახელმწიფოსგან საჩუქრად 60,000 ნეტბუქს მიიღებს. ყველა სოციალურად დაუცველ მოსწავლეს სახელმწიფოსგან საჩუქრად სახელმძღვანელოები გადაეცემა. 1000 წარჩინებულ მოსწავლეს სამინისტრო პორტატულ კომპიუტერს აჩუქებს. ძალიან ბევრი სიახლე ახალი სასწავლო წლისთვის. გადამზადდა უმრავლესობა ინგლისური ენის პედაგოგების, მაკმილანის სახელმძღვანელოები შემოდის და სწორედ მაკმილანის წარმომადგენლებმა გადაამზადეს, ისინი სპეციალურად ჩამოვიდნენ საქართველოს ჩვენი მასწავლებლები. გადამზადდა ასევე დაწყებით კლასის დამრიგებლები.